ვაჟა ჟვანია ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე აღარ არის. გაირკვა, რომ მან პოსტი ერთი კვირის წინ დატოვა. კავშირის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხმის უფლება ჰქონდა. ორგანიზაცია, რომელსაც ყრილობაზე ჟვანია წარმოადგენდა, მხარს არველაძეს უჭერდა. არჩევნებში ლევან კობიაშვილის გამარჯვების შემდეგ ვაჟა ჟვანია ძმებ არველაძეებს საჯაროდ უპირისპირდება. დაგიტოვეთ ექსკლუზივი, როგორ ჩატარდება არჩევნები, კარგად თუ ცუდად. ამიტომაც ვალდებული ვარ თქვა როგორ ჩატარდა და ძალიან დიდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის მხარე, რომელმაც ცუდად ჩაატარა საარჩევნო ბატალია. ვიცევ, რეზი არველაძე თავის ძმებიანა პირდაპირ ეთერში. რატო წავედი სინდის ნამუსის გრძნობა გაეღვიძოს რეზი არველაძეს და მის ძმებს. ამიტომაც პირდაპირ ეთერში ვიცევ და სამართლებრივად გაურკვევ მაგათ საქმეს. ჟვანიას ბრალდებების საპასუხოდ ჩვენ რევაზ არველაძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს. ბრალდებებზე სატელევიზიო კომენტარი არც არჩილ არველაძემ ისურვა. სატელეფონო საუბარში კი ჟვანიას განცხადებებს ემოციური და გაუგებარი უწოდა. თანამდებობიდან გაანთავისუფლა, არ ვიცი ხა იქ როგორ გაანთავისუფლეს, ვინ შეიკრიბა, როგორ გადაადგა, თვითონ გადაადგა თუ გაანთავისუფლეს. აქედან გამომდინარე თვითონ იტყვის ხო მე არ გამინთავისუფლებია ვაჟა თანამდებობიდან ამდენი ხანია მაგ თანამდებობაზეა არ ვიცი ეგ რა პროცედურები რანაირად იყო ვინ გაანთავისუფლა თვითონ დაწერა აიძულა ვინმე თუ არ აიძულა თქვას რაშია ჩვენი ბრალი რატომ მოუწია ჟვანიას გადადგომა სატელევიზიო ინტერვიუზე ვეტერანთა კავშირის წევრები უარს ამბობენ რამდენიმე მათგანთან მხოლოდ ტელეფონით გასაუბრება მოვახერხეთ არა თვითონ გადადგა თვითონ თავისუფლად კურის უგან რა არჩეული არის ვახტანგ კორიძე. რა მიზეზით გადადგა არ განუმარტავს? არა, დაკონკრეტებია მაგ არის. ჩვენ ვეტერანებმა შევიკრიბე და ვეტერანებს გამოგვიცხადა პირდაპირ გითხრა რომ ბიჭებო მე მაგ რაღაც უფრო კარგი შეთავაზებები და ამიტომ უფრო რაღაც დიდ საქმეს მოკიდოს ხელი და ამიტომ არის ეგ ვარიანტი თუ არა ისე რომ ვინმე დააძალა და წადი ეგეთი რამე არ ყოფილა. ვერ გიწყდით ახლა რა გიწყდით? მე ვიცი რომ ვაჟამ თვითონ მიიღო ის გადაწყვეტილება და მაგ გადაწყვეტილებას ესე და კარგი ადამიანი და მე პატივცემ მაგის სამქე გადაწყვეტილებას იმ გაგებით რომ თვითონ გადაწყვეტა რომ ესე ყოფილა. მიზეზი არ დაგისახელოთ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? არა, იქ არ იყო მაგაზე საუბარი. 3 ოქტომბერს ვაჟა ჟვანია რევაზ არველაძესთან პრესკონფერენციას მართავდა და დაკავებული დელეგატის გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. ჟვანია არველაძის მხარდამჭერად მოიაზრებოდა. შეიცვალა თუ არა მან პოზიცია ბოლო მომენტში და არველაძის ნაცვლად მისცა თუ არა ხმა კობიაშვილს. ეს არის შეკითხვა, რომელიც მედიასა და საფეხბურთო სამყაროში გაჩნდა. ჟვანიასგან მკაფიო პასუხს დღემდე ელოდებიან. ვინც გინდა იმან მოიგოს, კიდევ ვიმეორებ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. პირველად ჩემს აი ამ ყოფაში 55 წლის კაციო ესეთი ვითარება მე არ გამიგია. იყო იქით თქვა სახელმწიფო ზეწოლა იყო, მაგრამ აი ეს მოთხოვნა რაცაც თქვა რეზი არველაძის ჩირკს მიწყობს, ის ვინც იკადრა, ეს ადამიანი ნერვიულობს, მასთან ერთად ჩვენ ნერვიულობთ, რომ ის კაცი არის დაკავებული. პირველ რიგში ის ადამიანი გამოუშვან და მისი სურვილია მოვა თუ არ აი აქ უნდა მოვიდეს და მერე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ არის პირველი სკანდალი, რაც ვეტერანი ფეხბურთელის სახელს უკავშირდება. რამდენიმე თვის წინ ვაჟა ჟვანია გერმანული ბრენდის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანია გეოფისის ხელმძღვანელი ადიდასის მარკის გაყალბებაში სწორედ ჟვანია სდებდა ბრალს, თუმცა ამ თემაზე ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია.